არსებობს თუ არა, როგორი არის თქვენი პოზიცია პირველ რიგში ამას გკითხავთ. რასაც ქართული ოცნება deep state-ს ეძახის, ეს deep state-ი არ არსებობს. და საუბარი იყო ასევე ტრამპის შვილმაც გააკეთა deep state-თან დაკავშირებით განცხადება და ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, იტყუება თუ არა მაშინ ტრამპის შვილი და თქვენ რას ეძახით deep state-ს თუ ქართული ოცნების? რასაც დონალდ ტრამპი ეძახის deep state, ჩვენც იმას ვეძახით deep state-ს. ანუ მეტი განმარტება შეგიძლიათ გააკეთოთ. USAID-ის წარმომადგენლები მაგალითად არიან თუ არა deep state-ის დანაყოფის საუკეთესო განმარტებას ამასთან დაკავშირებით იძლევა ვიკიპედია. ჩემზე უკეთ აქვს განმარტებული და არ ემთხვევა ქართული ოცნების განმარტებას. USAID-ის წარმომადგენლები არიან თუ არა deep state-ის დანაყოფის წარმომადგენლები და ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არ იცვლება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნების შედეგად და ქართული შესატყვის მისი არის რაღაც ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც არის არაარჩევით თანამდებობაზე, მას უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია deep state-ს. მე ეჭვი მეპარება, რომ ქართული ოცნების და გოგო ხაინდრავის განმარტება იგივე იყოს. ტრამპის შვილმა ამთან დაკავშირებით საუბრა და თქვენს ნათქვამს ეწინააღმდეგება სრულად, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ USAID და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ეს თქვენთვის არის. ის ამბობს, რომ სხვა ქვეყნებში ისინი იმ ხელისუფლებების დამხობაზე მუშაობენ, რომლებიც ამ კონკრეტული deep state-ის ინტერესებში არ შედის, ასევე იღებენ და აუქმებენ იმ კანონებს, რომლებიც მათთვის არის მიღწევები, ეს ხომ არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს არის პირდაპირ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა უხეშად ესეც ხელისუფლების. მოდი მარტივი შეკითხვა დავსვათ. USAID არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ნაწილი? ანუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი როცა ხარ, USAID არის არასამთავრობო ორგანიზაცია თუ შენი ხელისუფლების ნაწილი? არა, ერთი წუთით. ეს ჩვენთვის არის არასამთავრობო. არა, მე სხვა შეკითხვა დამისვით, რომ USAID არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს აღნიშნავდა. არა, USAID და არასამთავრობო ორგანიზაციებია საუბარი. ყველა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. შესაბამისად, არის თუ არა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია? ჩვენი კითხვა გომარების იმაში. თქვენ რამდენად გჯერათ deep state-ის არსებობის და მე გითხარით. ვიკიპედიაზე რა განმარტებაც არის, ზუსტად იმას ვიზია. ქართული ოცნებისთვის რა არის? ქალია, კაცია? არა, ქალია, კაცია. თქვენ ეთანხმებით, რომ ტრამპი დაიმონა deep state-მა? ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია არ არის საინტერესო. ხო, არ ვიცი, კითხვა ეს თქვენსო. მაშინ როდესაც ამერიკაში უფრო და უფრო აქტიური ხდება deep state-ზე საუბარი, ახლა კიდევ ერთხელ გაისმა USAID-თან მიმართებაში ის შიდა საქმეებში ერეოდა სხვა პრობლემის. აი ამ ფონზე თუ მოხდება კითხვები ამ ორგანიზაციებთან მიმართებაში, ან რატომ გამორიცხავთ, რომ როდესაც ამერიკაში ასეთი მიმართებები საქართველოში არ ერეოდნენ ეს ორგანიზაციები შიდა საქმეებში. ჩემთვის უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ამ ქვეყნის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებენ ზუსტად იგივე განცხადებას, რაც დუგინის განცხადებას რომ ემთხვევა, ეს თქვენთვის არ არის შემაშფოთებელი ოკუპანტი ქვეყნის? აი ზუსტად იგივე ნარატივი არის წარმოებული სწორედ რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ტრამპმა შესაბამისი ზომები მიიღო USAID-თან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა კონკრეტული კითხვის ნიშნები, მათ შორის ფინანსური ხარჯვის ეფექტურობასთან დაკავშირებით, პროექტების მნიშვნელობასთან მიმართებაში და ეს იყო მთავარი გამომწვევი, რის გამოც შესაბამისი ზომები მიიღო მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუბიომ. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერეოდა და ამას არის არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებში სამწუხაროდ ერევა რუსეთის ფედერაცია. და ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ პულსი გაბარდის ახალი განცხადება გავრცელდა, რომელმაც მანამდე deep state-ზე ისაუბრა, რომ ქართული სამსახურში ფაქტობრივად აქვს გავლენები ჯერ კიდევ deep state-ის წარმომადგენლობას. მას შემდეგ რაც ხიაბის საუბრეო პულსი გაბარდი ამბობს, ჩემს წინააღმდეგ დაიწყო ანტი-PR კამპანია. რას როგორ შეაფასებთ მის განცხადებებს?
არ ვიცი, მე სიმართლე გითხრათ, მუდმივად ეს არასწორი პარალელი, იმიტომ რომ ქართული ოცნება, ვლადიმერ პუტინი, მარიამ ზახაროვა, ბატონი ლავროვი, რასაც უწოდებენ Deep States, სხვა Deep States-ზე საუბრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამისად მუდმივი პარალელების გავლება ამ ორ სხვადასხვა აქმას შორის მგონია რომ არის ცალსახად არასწორი და ხა ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნებული ვარ რომ ამ გამოწვევას რომელიც აქვს ამასრულებელ ხელისუფლებას ეფექტურად გაუძლებს და ეფექტურად მოახდენს რეაგირებას. ხორცთ ცდილობთ თავი არიდოთ კითხოს Deep State-თან დაკავშირებით და თქვენი შეფასებით არსებობს თუ არა Deep State ფორმით რა ფორმითაც ამას გულში აცხადებდა დონალდ ტრამპის ვაჟი. გულისხმობ იმას რომ დონალდ ტრამპის ვაჟმა პოდკასტში ისაუბრა და თქვა რომ ეს არ არის მხოლოდ ამ მცირე ჯგუფი, ეს არის დიდი ორგანიზაცია, ეს არის რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანს ითრევს ამ სქემაში ესე ვთქვათ და საუბარი არის სამთავრობო ორგანიზაციებზე. თქვენ არ გჯერათ რომ ამ ფორმით რა ფორმითაც დონალდ ტრამპის ვაჟი საუბრობს ამ ფორმით არსებობს Deep State-ი? არ ვიცი, ჯერაზე არ არის დონალდ ტრამპის ვაჟი რაზეც საუბრობს, რა Deep State-ზე საუბრობს, იმაზე არ საუბრობს ტელეკომპანია იმედი და გოგა ხაინდრავა. შესაბამისად არ ვიცი ახლა. ეს ტერმინი ბუნებრივია, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული ტერმინი, რომლის სხვაგვარად გამოყენებას ცდილობს ქართული ოცნება. ვეთანხმები თუ არა დონალდ ტრამპის ვაჟი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, რომელსაც მისი ეს ვარაუდით მოსაზრება ემყარება. ანუ არსებობს Deep State იმ ფორმით, რა ფორმითაც დონალდ ტრამპის ვაჟი ამბობს. ამ ფორმით, რაზეც დონალდ ტრამპის ვაჟი საუბრობს, სავარაუდოდ არსებობს. და ამას ამბობს არა მხოლოდ დონალდ ტრამპის ვაჟი, ამას ამბობდა ყველა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიკიპედია. და ამ კუთხით რო შევაფასოთ საქართველოს არსებული ვითარებას, თქვენ ამ გავლენებს ვერ ხედავთ, რომ თქვათ არის სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკურ პროცესებში ერეოდნენ, თავს როზე ანერებიან ახლა 2012 წელს, როდესაც ჯორჯ სოროსი ხდებოდა ბიძინა ივანიშვილი Deep State-ის აგენტი იყო მაშინაც ერეოდა, როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი იყო 2012 წელს ჩამოსული, მაშინ Deep State-ის აგენტს დაუდგნენ გვერდში. ანუ როდის ერეოდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღებია. საუბარია რომ 2019 წელს შემოვიდა ზარი Deep State-ისგან, ქალისგან შემოვიდა თუ მამაკაცისგან. 2019 წელს ვინ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი? დონალდ ტრამპი იყო? დონალდ ტრამპი მაშინაც დამარცხდა Deep State-თან? და ამ უაზრობას რამდენი ხანი უნდა უპასუხო, არ ვიცი. მზიას დასმეთი პროცესი არის დღეს რა მოლოდინი არსებობს წინასწარ ვიცით რომ სავარაუდოდ იქნება ამ შემთხვევაში გამოყენებული უნიკაცრესი სასჯელი, თუმცა რას ნიშნავს რომ ქალი ჟურნალისტი ახლა რამდენიმე წლით გაუშვან ციხეში ბრალდებით ეს არის სრული მარაზმი, ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური დევნა, ეს არის არაადამიანობა, არაკაცობა, რასაც მზია ამაღლობელის მიმართ ჩადიან. ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ყველანაირი ღირებულებებისგან დაცლილ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ ის მოსამართლე, რომელიც დღეს თითქოს განაჩენს გამოუტანს მზია ამაღლობელს, სინამდვილეში ეს განაჩენი იქნება საკუთარ თავზე გამოტანილი განაჩენი, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს საქმეები შემდეგ გამოძიებული არ იქნეს. იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველაფერს თავი დავანებოთ 13 წელი რა ხდებოდა, ნოემბრის თვიდან მოყოლებული 500-ზე მეტ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანება მიყენებული და არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი. ამ დროს, როდესაც ეგრეთ წოდებულ პოლიციელს და არ ვიცი რამდენად არის ის კაცი საერთოდ იმის მერე რასაც აკეთებს, რომელმაც ჯერ შეაგინა მზია ამაღლობელს და შემდეგ სახეში შეაფურთხა და ამის მერე სილის გაწვნის გამო ქალს სავარაუდოდ 7 წლით გაუშვებენ ციხეში. ნუ არ ვიცი აქ არაკაცობის გარდა ამას არაფერი არ ქვია.
4 ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემა. მეტი არაფერს არ ემსახურება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი ქართული ოცნებისთვის არ იქცეს გამარჯვების დღე და პირიქით იყოს მისი პოლიტიკური ტრაგედიის დღე. და ამასთან დაკავშირებით მართლობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩალაბაგოა განცხადება გააკეთა დიპლომატებს მოუწოდათ არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში პატივი სცენ ქართული ხალხის არჩევას არ გააკეთონ კონკრეტული მოწოდებები და ამით გამოჩნდება და იგივე არის რომ სცემენ თუ არ ქართული ხალხის არჩევას პატივს თუ სცემენ მხოლოდ ხინკალს პატივს ასე თვითონ გააკეთებაში არ ვიცი რა უნდა უპასუხო ამ კაცს ერეოდნენ დიპლომატები საარჩევნო პროცესში წინა არჩევნების დროს მაგალითად თქვენ როგორ ხედავთ მათ საქმიანობას ამ ჩარევას თუ კი ისინი ეძახიან იმას რომ ქვეყანაში მოგვიწოდებენ რომ იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო ადამიანის უფლებები იყოს დაცული არჩევნები არ ყალბდებოდეს პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდეს და პოლიტიკური ოპონენტების ოფისების რბევით და თავყბის დალეწვით არ იყვნენ და დაკავებული არ ვიცი ამას თუ ეძახიან ჩარევას ეს არ მგონია რომ ჩარევა იყოს პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა მაგალითად აქციებში და სად ნახეს დიპლომატები აქციებში წინა საარჩევნოდ მათ შორის ანუ წინა საარჩევნოდ წინ პერიოდში იყო შეიძლება წინა საარჩევნოდ ერთ თვით არა მაგრამ მანამდე იყო პერიოდში არ ვიცი როდესაც ეს არის თითიდან გამოწვეული ბრალდებები ადამიანები რომლებიც ქვეყანაში არ უშვებენ ეუთოს უმნიშვნელოვანეს მისიას გრძელვადიანს რომელიც უნდა დაკვირვებოდა ეგრეთ წოდებულ საარჩევნო პროცესს აი მარწმინდა წლის რუსული სპეცოპერაცია ტარდება სადაც შეუძლებელი იქნება სორო გაყალბება დაჭირდეთ ამ გაყალბების დამტკიცებაც კი და თავად ბაღვაშვილის მოწოდებაზე არ ვიცი ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე ანტიკორუფციის ბიურომ დეკლარაციის შესწავლა დაწყო მამუკა ხაზარაძის ქონების ანუ საერთოდ გერმანიის ვაშინგტონის დამოუკიდებლობის ხელშეკრულებას ეხება ეს საკითხი როგორ შეაფასებთ არ ვიცი მაშინ როდესაც ქართული ოცნების შიგნით არის წარმოუდგენელი ბრძოლა გაჩაღებული მოპარული ფული ვის ჯიბეში აღმოჩნდეს და ეს კორუფციული სქემები როგორ უნდა გადაეწყოს ირაკლი ღარიბაშვილიდან ირაკლი კობახიძეზე სხვის დეკლარაციაში ქექვა უბრალოდ ამორალობად მიმაჩნია თქვენთვის ამ თემასთან დაკავშირებით გკითხავთ ბატონ ლევან ჩვენ ნახეთ რამდენიმე დღეში გადადილი პროცესი ჯერ ადვოკატების განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ საშემოსავლოში ყველაფერი დოკუმენტები მოწესრიგებული ქონდა არის თუ არა თქვენთვის პრობლემა რომ შემოსავალს უმალავდა ხელის სახელმწიფოს მამუკა ხაზარაძე არ ვიცი მანამდე იყო ბატონი შალო პაპუაშვილის საკითხთან დაკავშირებული კითხვა რომელმაც ერთლარად ძალიან დიდი ქონება იჩუქა. მე მგონია რომ მამუკა ხაზარაძის ადვოკატები ამასთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას გაგვაცნობენ. თავად როგორც აღნიშნა გუშინდელ წერილში ეს იყო ტექნიკური შეცდომა, არ ვიცი ხა. აი ესეთ ვითარებაში მე გამიჭირდებოდა შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ ხა დარწმუნებული ვარ რომ მისი ბიზნესებიდან გამომდინარე რა ბრუნვაც და რა კაპიტალიც ამ ადამიანს აქვს. თუ კი იქ არ არსებობს რაიმე დარღვევა და მხოლოდ ამ ერთი ბინის საშემოსავლოზე არის, შეიძლება მართლა ეს იყოს ტექნიკური შეცდომა. რომელიც ნინო დათაშვილის საქმეზე დაინიშნა როგორც ექსპერტიზა, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო თავად გადამცველების მიერ წარდგენილი ჯანმრთელობის დოკუმენტთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნული იყო თანხლებ დაავადებად ფსიქოემოციური ლაბილობა. პროკურატურამ თქვა, რომ ჩვენ ყოველთვის ესეთი როდესაც წარმოქმნილია მსგავსი დოკუმენტი, გათვალისწინებულია შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა. მაშინ როდესაც პრაქტიკაში გამოიყენება ეს პროცედურა რატომ ეწინააღმდეგებით ამ ექსპერტიზის დანიშვნას? ამ ექსპერტიზის დანიშვნის მთავარი მიზანი არის ნინო დათაშვილის მიმართ დამატებითი მორალური და ფსიქიკური რეპრესიების განხორციელება. მეც არაფერს არ ემსახურება ეს. ადამიანი, რომელიც აი კადრები ვნახეთ, თავად იყო დაზარალებული, რომ იმ პირუტყმა მანდატურებმა გამოიყვანეს იქიდან. ამ ადამიანს რა შემოწმებებს უკეთეს პროკურატურის შესამოწმებელი ვინ არის?
კლასიკური პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკურ პატიმართან დაკავშირებით ნებისმიერი განხორციელებული აქტი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რამდენად არის რელევანტური. და არ ვენდობით პროკურატურას, არ ვენდობით შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს და არ ვენდობით ექსპერტიზის ბიუროებს. მარტივად არის საკითხი ჩამოყალიბებული. პროკურატურა ამ წუთასაც პროცედურების დაცვით ასამართლებს ადამიანებს აბსოლუტურად უმიზეზოდ. პროცედურული დაცულობა საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. შინაარსობრივად რას ემსახურება ეს ხო ცხადზე უცხადესია. რომ ადამიანზე დაიწყო ლაპარაკი, რომ არის გიჟი, მეც არაფერს არ ემსახურება. რომ საღამოს სამთავრობო მედიებმა იძახონ, რომ გიჟია ეს ქალი. აი მეტი არაფერს არ ემსახურება. და ეს ექსპერტიზა ამ ფორმით უნდა ჩაატარონ? მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სამოქალაქო ორგანიზაციები ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. მე მათ ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მხრიდან აქ არის არაკეთილსინდისერი ინტერესი კიდევ ერთი ადამიანის გაშავების. ბატონო, შვედეთის პრემიერის განცხადებასთან დიახ. რომელმაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა ლგბტ თემასთან დაკავშირებით რეგულირება ამ საკითხის ჩვენ მიმართეთ შვედეთის საელჩოს შემთხვევაში კანდიდატი ქვეყანა იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოსთან მიმართებით ხო არ იქნება მსგავსი მოთხოვნა თქვენი ხედვა როგორია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იქნება თუ არა საქართველოსთან მსგავსი მოთხოვნა და რამდენად ლოგიკურია ახლა ომში ყოფილი ქვეყნისთვის მსგავსი მოთხოვნის საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი მოთხოვნა არ იქნება, ამასთან დაკავშირებით არსებობს ევროკომისიის და ევროპარლამენტის განცხადებები, ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს ეს საკითხი მოწესრიგებული, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება. ევროკავშირის წევრი უამრავი სახელმწიფოა, პოლონეთით დაწყებული, რა ვიცი. კიდევ არაერთი სახელმწიფოა, რომელსაც ეს საკითხი აქვს რეგულირებული ზუსტად ისე, როგორც აქვს საქართველოს დღეს და ამ ვითარებაში ჩემთვის ამორალური თუ არის ამ შეკითხვის დასმა უკრაინისთვის და უკონტექსტო, უფრო საინტერესო არის ომში მყოფი ქვეყნის დანგრეული ეკლესიების და დახოცილი ადამიანების ბანერებით, რატომ მოხფინა მთელი თბილისი და მთელი საქართველო ქართულმა ოცნებამ. რომელი უფრო ამორალური იყო, ეს ძალიან საკითხავია. აქ რო გაივლიდით სანაპიროზე, სადაც ჩვენი ოფისია, სავსე იყო უკრაინის დაბომბილი ქალაქების ფოტოებით. არა, იმიტომ რომ თუ კი ომში მყოფი ქვეყანა უნდა იყოს სოლიდარული და მასზე არ უნდა ატარებდეს შენს PR კამპანიას. საქართველოს სოლიდარულია, ქართული ოცნება არა, გაიხსენეთ ქართული ოცნების ყოფილი პრემიერი და მოქმედი პრემიერ-მინისტრის განცხადებები. დიდი ეჭვმეპარება რომ სოლიდარულები იყვნენ. დიდი ეჭვმეპარება რომ სოლიდარულები იყვნენ. მოვჩიტკი. კადრები გადავიდა. რამდენიმე კადრი გადავიდა. აი გადავიდა. არჩევნებთან დაკავშირებით. დიახ. დაკავშირებით რომ ეს დღე იქნება მარკოს ესპარი განაჩენი. ზოგადად ოპოზიციაშიც არის აწყვეტ სხვადასხვა დაკავშირებით. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, პოზიცია ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ართანამშრომლობის რეჟიმში, ჩვენ არც კი დაგვიშვია ამ ფორმით ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. ვხედავთ, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში, არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მე მგონი მერობის საერთო კანდიდატზეც ვერ ჯერდებიან. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ 4 ოქტომბერი იქნება ის მნიშვნელოვანი თარიღი, ის გარდამტეხი თარიღი, რომლის შემდეგაც საქართველოს არ იქნება ისეთი, როგორც დღეს არის, იმიტომ რომ ეს ივანიშვილისთვისაც ესეთი თარიღია და ჩვენთვისაც და აქ მნიშვნელოვანია გავიგოთ ვისი აჯობებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა არის საღ გონებაზე, საღ ჭკუაზე და არ აპირებს ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიღების სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. თვითონ როგორ მოგწევთ ამ შემთხვევაში ოპოზიციის ის მდგომარეობა, როდესაც არის ასხმოსყოლა ამ პროცესში და თქვენთვის რა მაგალითის მაჩვენებელი არის ამ პარტიების მონაწილეობის შესაძლებლობა არჩევნებში? ეს არის ცალსახად ცუდი, მაგრამ რა ვქნათ?
ჩვენი მხარდამჭერების და პროდასალური ოპოზიციის მხარდამჭერების კრიტიკული უმრავლესობა იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ ვართ სახალხო პარტია, ყველაზე სანდო პარტნიორი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა ვინც გადაწყვიტა ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება, მე მგონია, რომ იმაზე უარეს შედეგს მიიღებენ, ვიდრე ელოდნენ. მათი კალკულაციები რასთანაც იყო დაკავშირებული, მეორე ადგილისთვის ბრძოლა, ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება, ვერაფერსაც ვეღარ მიიღებენ. იმდენად სასაცილო, სამარცხვინოც აღარ, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.